დღეს იწყება თბილისში ფარიკაობის ეროვნული ჩემპიონატი, ტურნირი, რომელსაც ქართული ფარიკაობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბოლო წლებში საქართველოს სულ უფრო ხშირად და ხშირად ხდება საერთაშორისო ტურნირების მასპინძელი. ამ ფონზე ცხადია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიდა ჩემპიონატი, სადაც იასპარეზებს ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი სანდრო ბაზაძეც. ამ თემებზე სასაუბროთ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი ნინი ჯერენაშვილი. ნინი, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ხარ. ნამდვილად მნიშვნელოვანი ტურნირი იწყება ახლა. პირველ რიგში როგორ შეაფასებდით ამ ტურნირის წონას, მნიშვნელობას, როგორც ფედერაციისთვის, ისე უშუალო სპორტსმენებისთვის. განსაკუთრებული ფაქტია ის, რომ სანდრო ბაზაძეს ასპარეზობს მსოფლიო რანგის მოფარიკავე ამ ტურნირზე და ეს რა თქმა უნდა მოტივაცია იქნება ახალგაზრდა ათლეტებისთვისაც. პირველ რიგში მივესალმები თქვენს მაყურებელს, მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის. რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბოლო წლებში უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, იმიტომ რომ ფარიკაობენ ისეთი დონის სპორტსმენები, როგორებიც არიან მსოფლიო ჩემპიონი სანდრო ბაზაძე, ალექსანდრა კუვაევა, რომელმაც დაახლოებით 3 კვირის წინ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ურუშაძე, რომელიც სულ ახლახანს გახდა ევროპის ჩემპიონი და ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, აძლევს მოტივაციას ყველას, რომ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ აღნიშნულ ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღების შემდეგ მათ ეხსნებათ უკვე გზა საერთაშორისო ასპარეზზე. გარკვეულ ქულებს უკვე აგროვებენ ეროვნულ ჩემპიონატზე და ამის შემდეგ უკვე ამ დაგროვებული ქულებით მიემგზავრებიან სხვადასხვა ჩემპიონატებზე. ანუ სუფთა სპორტული ინტერესის გარდა ტურნირს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საანაკრებო და სარეიტინგო დატვირთვაც, რაც ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 3 დღის განმავლობაში გაიმართება 3 სხვადასხვა სახეობაში. მაყურებლისთვის, ვინც არ ადევნებს თვალს ფარიკაობას, რომ მეტად რომ დავაინტერესოთ, რა სხვაობაა ამ სახეობებს შორის, ხმალი, რაპირა, დაშნა, არის თუ არა სხვაობა სანახაობის კუთხით და ტექნიკური კუთხით? დიახ, დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნება ხმლის სახეობით, ხვალ იქნება რაპირის და ზეგ უკვე დაშნის სახეობა. ამ სამი არახში, რა თქმა უნდა, განსხვავებები არის. ხმალი არის უფრო სწრაფი და საყურებლად უფრო სხარტი. რაც შეეხება რაპირას, რაპირა არის უფრო კლასიკური სახეობა. საერთოდ რაპირით დაიწყო ფარიკაობა და შემდეგ განვითარდა ხმალი და დაშნის სახეობა და რა თქმა უნდა სამივე სახეობა რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისაგან. სანდროს გარდა, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს ქართული სპორტის და ფარიკაობის გულშემატკივარი, თქვენ აი უკვე ჩამოთვალეთ რამდენიმე სპორტსმენის სულ მცირე ხნის წინ დაფიქსირებული წარმატებული შედეგები, კიდევ ისე უნდა გაამახვილოს ქართველმა გულშემატკივარმა ყურადღება, ვინ არიან ის სპორტსმენები, რომლებსაც მომავალში ისინი უკვე საერთაშორისო ტურნირებზეც უგულშემატკივრებენ. ზოგადად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიზანია, რომ გამოავლინოს პერსპექტიული თაობა. თვითონ სახელმწიფო სპორტის სამინისტრომაც განსაკუთრებით ბოლო წლებში ძალიან დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა მიანიჭა აღნიშნულ ჩემპიონატს. პირველ რიგში დიდ მადლობას გადავუხდი სპორტის სამინისტროს ჩვეული მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ მათი აქტიური მხარდაჭერით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლოთ, არამედ რა თქმა უნდა ქართველებმა მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო დონის ტურნირებში. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს და ველოდებით რომ გამოვლინდებიან პერსპექტიული თაობაც რაპირის სახეობაშიც, ხმალშიც და დაშნაშიც. ტურნირი გვაჩვენებს ტურნირის ლოკაციაზეც რო უთხრათ მაყურებელს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ბევრს დაინტერესებს და ბევრს მოუდება რომ ცოცხლად იხილოს ეს სანახაობა. ტურნირი 3 დღის განმავლობაში გაიმართება ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში. ზოგადად 2026 წელი 25-იც, მაგრამ წლევანდელი კიდევ უფრო მეტად უჩვეულოდ დატვირთული იყო ქართული ფარიკაობისთვის. ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო ტურნირს, მაგალითად იუნიორთა მსოფლიოს თასს, კადეტთა და იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონატს. როგორ აფასებთ ამ სერიას საორგანიზაციო კუთხით და არის იმის მიზეზი, რომ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ასეთი ნდობა დაიმსახურა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის?
მე ვფიქრობ, რომ როდესაც პანდემიის პერიოდი იყო, ჩვენ რამოდენიმე ქვეყანამ და ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან იტალია, საფრანგეთი და ასე შემდეგ, თქვეს უარი ისეთი მნიშვნელობის ტურნირებზე, როგორიც იყო მსოფლიო თასები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს თასები, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში წამოვიღეთ თბილისში და ზუსტად იმ რთულ პერიოდში პანდემიის დროს გავმართეთ მსოფლიო თასი, სადაც 700 კაცამდე ვუმასპინძლეთ და პირადად ჩემი აზრია, რომ სწორედ აქედან გამომდინარე ამ რთულ პერიოდში არ ვიქნები მიკერძოებული და ვიტყვი პირდაპირ, რომ მართლა საუკეთესოდ ჩატარებული მსოფლიო თასი იყო და თვითონ დამკვირვებლებმაც არაერთმა აღნიშნა. აი აქედან გამომდინარე მოვიპოვეთ ნდობა, რომ ჩაგვეტარებინა უფრო ისეთი დონის ტურნირები, როგორიც იყო დაუშვათ 25 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი და წელს უკვე დაგეგმილი ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერანებში. რა არის მთავარი გამოწვევა, მთავარი პრობლემები, რომელსაც ფედერაცია აწყდება ხოლმე ასეთი დიდი ტურნირების ორგანიზების დროს, რადგან არ არის ეს მარტივი გასაკეთებელი, როდესაც ამდენი ადამიანი ჩამოდის შენს ქვეყანაში, ერთია ორგანიზება და მეორეა ის, როგორ დახვდები მათ და როგორი განწყობით გაუშვებ მერე შენი ქვეყნიდან, რა არის მთავარი გამოწვევები ასეთი ტურნირების ორგანიზებისას? უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია პირველ რიგში სავიზო საკითხები, განთავსება, ტრანსპორტი და ტექნიკური საკითხები, რაც ტურნირის დაწყებამდე მინიმუმ 6 თვით ადრე იწყება ამ ყველაფერზე მუშაობა. ამ ყველაფერზე მუშაობას ვიწყებთ საერთაშორისო დამკვირვებელთან ერთად, რომელიც ტურნირის დაწყებამდე რამოდენიმეჯერ სტუმრობს ქვეყანას და იმ ლოკაციას, სადაც უნდა გაიმართოს ჩემპიონატი და მათთან ერთად მსოფლიო ფედერაციასთან, ევროპის ფედერაციასთან ერთად ერთობლივად და რა თქმა უნდა სპორტის სამინისტროსთან ერთად ჩართულები ვართ ყველა და ვახერხებთ, რომ ესეთი თონის ტურნირებს საუკეთესოდ ვუმასპინძლოთ. რა თქმა უნდა ქვეყნისთვის ძალიან პრესტიჟულია, როდესაც ასეთი ტურნირებს მასპინძლობს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქვეყნის საერთაშორისო აღიარება, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს, რომ მათი დასრულების შემდეგ აქ ბევრი პოზიტიური ტენდენციაა, სპორტის პოპულარიზაციას უწყობს. ხელშეინიშნება თუ არა ამ მიმართულებით პროგრესი, რომ ასეთი დიდი ტურნირების შემდეგ თქვათ ბავშვთა მხრიდან დაინტერესება იზრდება ფარიკაობის მიმართ და უფრო მეტია მომართვიანობა სპორტულ კლუბებში. დიახ, ჩვენი ინტერესიც არის პირველ რიგში, რომ ფარიკაობა როგორც კლუბური სისტემით განვავითაროთ და ბევრ რეგიონში იყოს და დღეს არის კიდეც, თუმცა გვინდა რომ თბილისის მასშტაბითაც დაუშვათ გარეუბნებშიც იყოს, დაუშვათ სკოლებშიც რომ შევიდეთ. დაინტერესება რა თქმა უნდა დიდია, მომართვიანობაც დიდია, ყოველდღიურად ძალიან ბევრი ბავშვი ერთვება და 5 წლიდან უნდათ რომ 5 წლის ბავშვებიც ასე ვთქვათ მოდიან და რეკავენ და აქვთ სურვილი რომ იფარიკაონ და ასაკი შეუზღუდავია ნებისმიერ სურვილს შეუძლია ნებისმიერ ასაკში დაიწყოს და იფარიკაოს. ვისაუბრეთ ჩვენ იმ ტურნირებზე, რომელსაც უკვე უმასპინძლა საქართველოს, როგორც ვიცით, 2026 წლის მიწურულს, კერძოდ ოქტომბერში, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტურნირს, ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატსაც უმასპინძლობთ. ამ კუთხით ამ ტურნირის მნიშვნელობაზეც რომ ვთქვათ და თუ ვიცით უკვე საქართველოს ვინ წარმოადგენს ამ ტურნირს. ტურნირი გაიმართება, მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება ვეტერანთა შორის სამივე სახეობაში, ხმალში, დაშნაში და რაპირაში. 9 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე. ეს რა თქმა უნდა არის უმნიშვნელოვანესი ტურნირი, ვინაიდან ქვეყანას ეწევა 3000-მდე ადამიანი და ეს როგორც ეკონომიკის განვითარებას, ისე ტურიზმის განვითარებასაც ხელს უწყობს. ფედერაციისთვისაც ეს რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ჩვენთვის კიდევ ერთი გამოწვევაა, რომ კიდევ საუკეთესოდ ჩავატაროთ და ისეთი შეფასებები მივიღოთ, როგორც გასულ ტურნირებზე. დაწყებულია უკვე აღნიშნულ ტურნირზე მუშაობა. ვეტერანების ნაკრები სამივე სახეობაში უკვე ვარჯიშობს, როგორც გუნდურ ასპარეზობებში ჩაერთვებიან, ასევე ინდივიდუალურ სახეობებშიც და ველოდებით ძალიან კარგ შედეგებს მათგანაც. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტურნირების გამართვაც, რა თქმა უნდა. ერთი კითხვა გამომჩა, არ მიკითხავს. საქართველოს ჩემპიონატი იმართება მხოლოდ მამაკაცთა შორის თუ არის ქალთა კატეგორიაც და ქალი სპორტსმენებიც შეეჯიბრებიან ერთმანეთს უმაღლესი დიახ, ორივე კატეგორია იასპარეზებს და დღეს გაიხსნება, როგორც უკვე ვახსენე,
ხმლის სახეობით. და ჩვენი საუბრის მიწურულს ვთქვათ იმაზეც, რომ თუ გვიყურებს ახლა მშობელი, ან ბავშვი და დაინტერესდებიან ისინი იმით, რომ ჩაერთნონ ფარიკაობაში, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს სპორტის ამსახეობას, სად შეიძლება ისინი მაგალითად თბილისის და საქართველოს მასშტაბით რომ მივიდნენ, რომ ფარიკაობით დაკავდნენ? მოვუწოდებ მშობლებს, რომ შემოიყვანონ ბავშვები ფარიკაობაზე. თბილისის მასშტაბით ლოკაციები ჩამოვთვალო ხო? ანუ ლოკაციები გვაქვს საბურთალოზე, ვაკის საბურთალოს ტერიტორიაზე, ასევე გვაქვს დიღომში, გვაქვს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და გვაქვს რეგიონებში, რა თქმა უნდა, ქუთაისი, ზესტაფონი, გურია და ასე შემდეგ. Facebook გვერდზე არის ჩვენი ქალაქის ტელეფონი მითითებული და ნებისმიერ სურვილს შეუძლიათ არეკოს და ჩვენ დავაკვალიანებთ მათ. მინ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მაყურებელს სულ შევახსენო, რომ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი გახდა დღეს ახალი დღის სტუმარი ნინი ჯერენაშვილი. ჩვენ საუბრობდით ეროვნულ ჩემპიონატზე ფარიკაობაში, რომელიც დღეს დაიწყება და 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სპორტის სიახლეებს უფრო დაწვრილებით კი შეიტყობთ გადაცემაში. ტაიმაუტი, რომელიც დღეს ტრადიციულად 19 საათზე დაიწყება და მე სწორედ ამ დრომდე დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს.